შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე არის ჩვენი სტუმარი, ბატონო შალვა, ხოთ სტუდიაში. მოგზაინდ ბატონო შალვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. მადლობა რომ მოხვედით და მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო შალვა, მე როგორც ვთქვი თქვენ რომ დაგეთ. მე როგორც ვთქვი თქვენ ამერიკის საელჩოდან მოდიხართ ახლა, სადაც მიღებაზე იყავით, მაგრამ დროზე ადრე დატოვეთ საელჩო. დიახ, თქვენ სავსებით სწორ ინფორმაციას ფლობთ. პირველ რიგში საღამო მშვიდობის, გამარჯობა უსურვოთ ჩვენს ხალხს და ასევე მინდა მიულოცო ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან 250 წლისთავი. ეს ნამდვილად არ იყო მარტო ამერიკის თავისუფლებასთან დაკავშირებული აქტი, ის შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს სამომავლო ნორმატიული დეკლარაცია, რა გზითაც უნდა გაიაროს კაცობრიობამ და მანამდე ამას წინ უძღოდა ფრანგული ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და მთელი საკაცობრიო მონოპოვარია ამ აქტში ჩადებული და მინდა მიულოცო კიდევ ერთხელ ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, მოკავშირეებს ამ საკითხზე რა თქმა უნდა საელჩოში გაიმართა დიდი მიღება. დავესწარი პირველ ნაწილს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოვიდა ძალიან საინტერესო სიტყვით, მაგრამ როდესაც ტრიბუნალზე აღემართა პრემიერ-მინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული, ანუ როგორც თვითონ ბრძანა ინვესტიცია ჩადებული მონა, მე რა თქმა უნდა დავტოვე დემონსტრაციულად ის შეკრება, თანაც არა ჩუმი კუთხეებით, არამედ პირდაპირ სადაც განლაგებული იყო აი ამათი შეერგებული ძალების გენერალები თუ ვიღაცა დიდი მილიციელები, აი მათი თან დასწრები და მათი კორდონის გავლით. ეს სავსებით სწორი და ბუნებრივი რეაქცია გახდათ. ამერიკელებისთვისაც დარწმუნებული ვარ და ქართველი ხალხისთვის მით უმეტეს, რადგან დღეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ეს არსება გამოდის იქ და აქებს ამერიკას და ამერიკულ ღირებულებებს, ხოლო ხვალ პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელი, ასევე დაქირავებული ივანიშვილის მიერ ჩავა თეირანში და ესწრება აიათოლა ხამენეის დაკრძალვას სიკვდილი ამერიკას აი ამ ყვირილის ფონზე და ამით გამოწვეული აპლოდისმენტების გარემოში. ანუ სახეზე გვაქვს გეოპოლიტიკური ორსახოვანი იანუსობა. ანუ გაორებულები არიან, გასამებულები არიან და საბოლოო ჯამში გაჯიბისტებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ ქართველი ხალხისგან, ჩაიდონ ჯიბეში და დაუტოვონ თავიანთ გაუმაძღარ შთაომავლობას და ამ შთაომავლობასაც ხედავთ ჩვენ, რომ უკვე ამზადებენ ლამის ხელისუფლებაში მოსასვლელად, დაყვება ის ახალგაზრდულის თავმჯდომარე რო ყავთ ეს მოჭიდავეების თავმჯდომარე ლიპარტელიანი, რაღაც დროს მაგის ახალგაზრდობა, ამით შემდეგ ერთად იბრძოდნენ სტალინგრადში, დაყვება ამ ოლიგარქის შვილს და ნუ მოკლედ არის ერთი ტაშფანდურა და ჩარბუზანა. არ გამოა მეგობრებო არაფერი. ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა. იმ დონეზე რომ ვერც ახსენებენ ძალიან მალე და მათი შვილები კიდევ რომ აი ესეთი უღირსი ერის მტერი წინაპარი ყავდათ, რომელმაც საქართველოს აი ასე გაუმრუდა მომავალი განვითარების გზა. ამ თემებს მე ისევ ჩავუღრმავდები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. მინდა დავიწყო მიხეილ ყაველაშვილით, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე დღეში თეირანში ჩავა. დღეს ყაველაშვილი მიღებაზე არ ყოფილა და ეს ძალიან მანიშნებელი იყო, ასე ვთქვათ, რომ ალბათ ყაველაშვილი მოერიდა იმ უხერხულ შეკითხვებს, რაც შეიძლება მის მიმართ გაჩენილიყო, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ამერიკის საელჩოში ხარ და რამდენიმე დღეში თეირანში მიდიხარ აიათოლა ალ-ხამენეის დაკრძალვაზე, ბუნებრივია კითხვები იქნება. შეკითხვებს ეგ საერთოდერიდება, რადგან ჯერჯერობით დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებიათ, არა მარტო მას. მაგრამ როგორც თქვით, აი ამ ფონზე, როდესაც ერთის ხრივ კობახიძე, თქვენ არ მოგისმენიათ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როდესაც გამოვიდა კობახიძე სცენაზე, მან თქვა, რომ კვლავ ესე ქართული ოცნება მომხრია, რომ დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, ოღონდ თანასწორი უფლებებით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ოცნება გადატვირთვას ითხოვს ურთიერთობების, მეორე მხრივ ყაველაშვილს აგზავნის თეირანში. ანუ რა სიგნალია ეს შეერთებული შტატებისთვის და რამდენად არის დღეს, რამდენად ხედავთ დღეს ქართულ ოცნებაში იმის რესურსს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს რაიმე ფორმით? ასეთი რესურსი პირდაპირ გეტყვით არ არსებობს. დავიწყოთ აქედან. გავაგრძელოთ იმით, რომ თვითონ ეს ბატონი არის გზამკვლევი თეირანში
დაკრძალვებში მონაწილეობასა და სიკვდილი ამერიკა-ისრაელის კივილ-წივილში. და ახლა მის კვალს დაადგა ეს პრეზიდენტ დაწოდებული არსება და სხვადასხვა. რაც შეეხება ამერიკასთან ვაჭრობას, რომ ნოლიდან დავიწყოთ, გადავტვირთოთ და სხვა, აქ დევს ძალიან მარტივი აზრი. შეეგუეთ, რომ ჩვენ დავრჩებით ხელისუფლებაში, აქ იქნება დიქტატურა, დემოკრატიის ნასახი მოისპობა, მთელი ქვეყნის ეროვნული შემოსავალი და ხალხის ლუკმა იქნება ჩვენი ოჯახის ნადავლი. ამას ძვირფასო ამერიკელებო შეეგუეთ და მერე ვილაპარაკოთ რა მიგვიღეთ ესეთი როგორიც ვართ. ხო, რა თქმა უნდა, ეუბნებიან პირდაპირ ამბობენ რომ ჩვენ რას გადაგვეკიდეთ, ძმაო? აგერ ალიევი მამიდან შვილამდე ხო არის და იმათ არაფერს არ ეუბნებით. აგერ არის არაბული სამყაროს შეიხები და იქ ფადიშახები თუ რაც ქვიათ, ასევე ღვთისმსხურიდან გადავარდნილი ანტიდემოკრატები, მაგრამ თქვენ პარტნიორობთ მათთან. აი საქმე სწორედ იმაშია, რომ ამერიკა და დასავლეთი ჩვენ გვთვლის თავის თანასწორ ცივილიზაციად. ამიტომ რასაც საკუთარ თავს უყენებს მოთხოვნებად, იგივე სტანდარტებით მოქმედებს ჩვენთან. მაგალითად, როგორ წარმოგიდგინათ, რომ რონალდ რეიგანს, ამ ლეგენდარულ პრეზიდენტს, რომელიც სახელსაც უკავშირდება კომუნისტური ბლოკის დაშლა და რეალურად ეს ასია, მოეთხოვა მესამე ვადით პრეზიდენტად დარჩენა და კენჭისყრა. მას უბრალოდ დააპატიმრებდა ამერიკული მართლმსაჯულება. ან თქვათ იგივე აზრი მოსვლოდა ბილ კლინტონს, ცოცხალი ახლა ისე ჯანმრთელად არის, ხო? არაფერი, იქ პირველი მთავარი პრინციპი დასავლეთის დემოკრატიისა და ღირებულებათა შკალისა არის ხელისუფლებაში ყოფნის ორვადიანობა მაქსიმუმ. ვინც ამ პრინციპს გადაუხვევს, ის არის მათთვის მიუღებელი და მათთან ყოველგვარი ცივილიზაციური ურთიერთობის თაობაზე საუბარი წყდება. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ გვთვლიან თავის ცივილიზაციის ნაწილად. მათ იციან, რომ მე-12 საუკუნეში აქ მეფე ქალი ყავდა ჩვენ. მათ კარგად იციან, რომ 20-იან წლებში გასული საუკუნისგან, როდესაც ჯერ კიდევ ბრიტანეთში ქალებს არ ჰქონდათ საარჩევნო უფლება, საქართველოს მაშინდელი პარლამენტი სავსე იყო ქალბატონებით. მათ შორის არ მარტო ქრისტიანი, არამედ მუსლიმი ქალბატონებით აჭარიდან. მათ ძალიან კარგად იციან შოთა რუსთაველის ფილოსოფია, რომელშიც ასახულია მთელი ნეოპლატონიზმი, საიდანაც წარმოიშვა თანამედროვე ატლანტიკური ნეოლიბერალიზმი. და საიდანაც ეს ერთღმერთიანობის ფილოსოფიური პრინციპები განმეორდა ვეფხისტყაოსანში. ღმერთო ერთო შენ შექმენ. ეს იცის მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა ელიტამ და ამიტომ არ სურთ შეგველიონ, ვერ შეგველევიან იმის გამო, რომ ივანიშვილმა და მისმა ბანდამ აქ იხეიროს უსასრულოდ. შესაბამისად, ახლა დღეს მისი გამოსვლაც ამ კობახიძის საელჩოს ტრიბუნაზე პროტოკოლური პროცედურა იყო. ახლა ლეგიტიმური, არალეგიტიმურია თუ რაც არის, ფაქტობრივი ძალაუფლება უზურპირებული აქვს და ეკუთვნოდა პროტოკოლით სიტყვა. ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ამერიკამ აღიარა მისი ასე ვთქვათ კანონიერება და არ იქა ხვალ ხელშემოართმევს. ამიტომ ყოველგვარი იმედები, ყოველგვარი ულტიმატუმები და მცდელობა იმისა, რომ აღიარებინონ საკუთარი თავი როგორც კანონიერი ხელისუფლება და მით უფრო რაღაცა ახალი ურთიერთობების კედელი ააგონ კონსტრუქციული ვაგებით, არის გამორიცხული. მათი საქმე არის წასული პირდაპირ ვეუბნები, სანქცირებულია რეჟიმის მეთაური ამერიკის მთავრობის მიერ. ხო წარმოგიდგენია და ის ვეღარ განკარგავს თავის ტრანზაქციებს. სანქცირებულებია დასავლეთის მიერ მთელი პარლამენტი და მთავრობა, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტები და სამსახურებრივი ასევე პირადობის დოკუმენტაცია. სანქცირებულია და სპეციალური სიებია ჩამომწკრივებული მათი თანამდებობის პირებზე, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებზე, რამდენი გენერალური პროკურორი დასანქცირდა, რამდენი შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს მოქმედი სანქცია დადებულია, თან საშინელი მაგნიცკის სანქცია დავს, ხო? შესაბამისად, გამორიცხულია ისტორიის ჩარხი უკან შეატრიალონ, მათ ერთადერთი გზა რჩებათ, რომ დაყაბულდნენ ხალხის ნებას, დათმონ, დატოვონ მიტაცებული ძალაუფლება, გაანთავისუფლონ უზურპირებული კაბინეტები და რაც თავარია, ქვეყანა გაანთავისუფლონ გველაშაპისგან, რასაც თვითონ წარმოადგენს. სანქციებს რახან შეეხეთ, ჩვენ არ ვიცი ნახეთ თუ არა, გუშინ მქონდა რეპორტაჟი ნათია თურნავას შესახებ, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
რომელსაც აბარია მთელი საბანკო სექტორი და პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საკუთარ დანაზოგს ბანკებში არ ინახავს. ანუ ანგარიშებზე არ ინახავს, სეიფში ინახავს რა, საუბარია დაახლოებით $1,000,000 ლარამდე. ეს დეკლარაციებში აქვს ოფიციალურად მითითებული. ესეც სავარაუდოდ არის იმის შიში, რომ სანქციები თუ წამოეწია, ანგარიშზე არ იყოს თანხები. რეალურად თქვენ თვლით, რომ სანქციების პოლიტიკა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ კიდევ გამკაცრდება და გაძლიერდება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რაღაც ტალღა სანქციებისა, რომელიც იყო, სადაც მისი მთავრობის წევრები დასანქცირდნენ, ივანიშვილი ამერიკულ სანქციებშია, მაგრამ არა ბრიტანულ სანქციებში. თვლით რომ ეს მოსალოდნელია მეორე ტალღა და კიდევ უფრო ძლიერი, რომელიც უკვე ფინანსურად გატეხავს ივანიშვილის გუნდს. არა მარტო სანქციების მეორე ტალღაა მოსალოდნელი და მისი გაღრმავების პროცესთან მონაწილე მოწმენი გავხდებით ჩვენ. არამედ გადაიზრდება ეს მიმდინარეობა საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ დევნაში. ეს არ არის ჩემი პირადი კონცეფცია, ხედვა, ჩემი ხედვა, აი ხანი ასე. ხედავთ თქვენ ამის ნიშნებს, რომ შეიძლება ასეთი ეუთოს მოსკოვის დასკვნაში პირდაპირ არის ჩამოციქციკებული ყველა საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტანცია, რომელმაც უნდა დაიწყოს მუშაობა რეჟიმის სისხლის სამართლებრივი დევნისათვის. პირველი, გაერო საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო ქვია იმ აქტში, ამით არის ცვლილება არსი. მეორე, ჰააგის ტრიბუნალი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, აქ საუბარია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, წამება, პოლიტიკური პატიმრები, ცემა, ტყეპა და რეპრესიები და უბედურება. მესამე, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, სადაც უკვე წაგებაზია გვდა, ხედავთ, იქ იგებენ დაზარალებულები და ამათგან დაჭერილები და გაწამებული ხალხი პროცესზე, მარტო ლაშა ჩხარტიშვილმა მგონი საერთო პროცესი მოიგო ჩვენმა. დიახ. და რაც მთავარია, ეუთოს აქტში პირველად გაჟღერდა საერთაშორისო უნივერსალური იურისდიქციის აუცილებლობა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებზე. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს, რომ ნებისმიერ 25 ქვეყანას ეუთოს მონაწილეს შეუძლია და ვალდებულიც არის გარკვეულწილად გასცეს დაპატიმრების ორდერი, ანუ სანქცია ჩვენებურად ბიძინა ივანიშვილზე, პაპუაშვილზე, ღარიბაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ დაჭერილია, აი ამ კობახიძეზე და ნებისმიერ ამა თანამდებობის პირზე ჩადენილი დანაშაულებებისათვის ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ძირის გამოსათხრელად და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. ნებისმიერ ფაქტზე, აი თქვათ იქ ცემეს ყბები დაამტვრევეს რუსთაველზე ნებისმიერ პროტესტის მონაწილეს შეუძლია ბრიტანეთმა გასცეს სანქცია დაპატიმრების ივანიშვილზე. თქვათ იქ ვიღაც უკანონოდ გაჩხრიკეს და დააპატიმრეს, საფრანგეთმა შეუძლია გასცეს დაპატიმრების სანქცია და თანაც ამ პროცედურას წინასწარ არ ახმაურებენ და როგორც კი მოხდება რომელიმე საერთაშორისო ზონაში, ეს ბატონი და მისი ამფსონები აიქ ამოუწევენ კომპიუტერიდან ინტერპოლის მონაცემებს და დააპატიმრებენ. და კიდევ აი ამ 4 მართლმსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ ერთჩვენიერ დღეს ბატონო ბიძინა განხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია შენს დასაძებნად, დასაკავებლად და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადასაყვანად ან რომელიმე ქვეყნის სასამართლოში მისაბრძანებლად. ასე დაემართა პანამის დიქტატორ ნორიეგას, როდესაც ამერიკის სპეცრაზმა დააპატიმრა და გადაიყვანა კალიფორნიაში ნარკოვაჭრობის ამბებში ხელშეწყობისათვის, თან დიქტატორი გახდათ ის, ახლა მთელი ევრაზიის ნარკოვაჭრობა ივანიშვილის ხელშია, ირანიდან და ავღანეთიდან წამოსული მთელი ეს ნარკოტვირთების კონტროლი და ამათებად დაიჭერენ ვიღაცა 30 მილიონის ჰეროინი მოაქვს ირანიდან. დაიჭერენ და მე არაფერი არ ვიცით, ვინ გაასამართლეს, საწავიდა 30 მილიონის ჰეროინი და ასე შემდეგ და ყველაფერი ხო ცხადია რა და რაც მთავარია დაიძინა ბატონმა ნიკოლას მადურომ, ვენესუელას პრეზიდენტმა, აქვე მინდა მე ვენესუელის ხალხს სოლიდარობა გამოგუცხადო იმ საშინელი მიწისძვრის შედეგებზე რაც მოხდა, დაიძინა ბატონმა მადურომ თავის უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად და დილით გაიღვიძა ბრუკლინის ციხეში. პრეზიდენტი იყო ის, ძალიან დიდი ლათინო ამერიკის ქვეყნის, თანაც ებრაული წარმოშობის,
მადურო ებრაული წარმოშობისა, ებრაულმა ლობმაც არ დაიცვა, იმიტომ რომ ღვთისმსხურიდან გადავარდნილი არც ებრაელს უნდა, არც ქართველს, არც ამერიკას და ეხლა ელოდება სასამართლოს. აი ეს პერსპექტივა ელოდება ბიძინა ივანიშვილს და არ უშველის ის შესყიდული დრონები ჩვენი ფულით მაბატეთ ანტიდრონული სისტემა, რომელიც დღეს გამოაცხადა ამ რეჩკინად წოდებულმა მდინარაძემ, რომ თურმე უყიდიათ ანტიდრონული სისტემა და უნდა დაიცვან საქართველოს აკვატორია. რა საქართველოს აკვატორია უნდა დაიცვან? ერთხელ არ ჩასულან ენგურის ხიდზე და ერთხელ არ ჩასულან ოზიში და ერთხელ არ მოფერებიან საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ადამიანებს და დახოცვა ჩვენი ახალგაზრდების 82-ას, ტატუნაშვილის და იმის ხახვივით შერჩათ კვლელებს და ოკუპანტებს. რომელი ანტიდრონების სისტემის გამოყენება უნდა ჩვენ დასაცავად? პირდაპირ გეტყვით რა მოხდა? გაიღეს მილიონები ჩვენი თანხებიდან იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანი, შეკვეთილი, ჭორვილა და აი აქ თაბორის მთა რო წამოჭიმა კიდევ ახალი სასახლე იყოს უსაფრთხო დრონებისაგან, მაგრამ მოგატყუეს ბატონო ბიძინა, რადგან ანტიდრონული სისტემა ვერ შექმნა დღეს მოსკოვმა, პეკინმა, ამერიკამ, კიევმა, ირანმა, ისრაელმა ვერავინ ვერ შექმნა ეს სისტემა დამუშავების პროცესია. რაღაც ხლამი გაყიდიეს, ამიტომ როცა სტაფილოსწვენს დალევ ღამეათ საათზე და დასაძინებლად დაწვევი, ეს არაბოროტი რჩევა, მთლად შვიდად ნუიქნები. თუ საფრთხეს გრძნობ დრონების, ეს სისტემა ვერ დაგიცავს. დიახ, აი ეს მდგომარეობა შექმნილი ქვეყნის შიგნით. რაც შეეხება ქვეყნის გარე ვითარებას, შიდა პროცესები გარედან არის, არაერთხელ გვითხოვს, გეოპოლიტიკის გარეშე, ახლა რომ მოხდა მიწისძვრა ინდონეზიაში სუზარმაზარი, ცუნამა დაარტყა 6000 კილომეტრზე აფრიკის სანაპიროს და ახლა გეოპოლიტიკაში სულ პატარა გაფაჩუნება რომ ხდება, პირდაპირ გვირთყავს ჩვენ და ჩვენი სიბრძნე პოლიტიკური არის ის, რომ ამ ენერგიას გეოპოლიტიკურს ან გამოვიყენებთ როგორც ჩვენს სასიცოცხლო ძალას, აი მზის ენერგიის ბატარეასავით თუ ქარის ენერგიის ბორბალივით დენს რო გამოიმუშავებს, ან ჩავიწვევით და არასწორად მოვკიდებთ ხელს და არასწორად გამოვიყენებთ, ხო? დღეს გეოპოლიტიკის რომ იტყვიან, აი ვულკანი ამოიფრქვა ევრაზიის ცენტრში, მთელი გასული საუკუნე კარგად მოგეხსენებათ, დასავლეთმა ანაკონდა შემოავლო საბჭოთა კავშირის ანუ რუსეთის გავლენის სფეროს, ანაკონდა გეოპოლიტიკური იწყებოდა სამხრეთ კორეიდან, მოყვებოდა ჩინეთის სანაპიროს, მთელი ეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ინდუეთი, პაკისტანი, შემოდიოდა აქ ჰორმუზის სრუტეში, მერე ხმელთაშუა ზღვის გაყოლებაზე და მთავრდებოდა სკანდინავიაში. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ არ გასულიყო ეს რუსული მესიანისტური იდეა ინდუეთის გაუყინა ოკეანეში, რაც ოცნება იყო მოსკოვის. ეს გააკეთეს წარმატებით. ეხლა დაიწყო მეორე პროცესი. ანუ უკრაინაში მარცხის, ფაქტობრივი მარცხის შემდეგ, მას შემდგომ რაც პუტინს აერია კარტები და სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ გამოუვიდა ისე როგორც იგეგმებოდა, უკვე შუა აზია და ამიერკავკასია გადის რუსული გავლენის სფეროდან. დღეს დადგა რეალობა, როდესაც აი ამ საუკუნეებში პირველად ეს ევრაზიის ცენტრი, რის თაობაზეც ბზეჟინსკი წერდა, რომ ეს არის დიდი საჭადრაკო დაფა და ვინც ფლობს ევრაზიის ცენტრს, ის ფლობს დედამიწას, ნუ გეოპოლიტიკურად რა თქმა უნდა, აი დღეს ეს ახალი რეალობა დგება და ფაქტიურად რუსეთის გავლენა მთავრდება ერთადერთი ჩვენ დარჩით ნახევარკუნძულის ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის გავლენით. ამიტომ აი ამ ახალ რეალობაში ბატონო შალვა, ნახეთ პარალელურად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა კადრი რუსთაველზე რა ხდება, დღეს გათავისუფლებული პატიმრები ამ წუთას რომელიც ციხიდან გამოვიდნენ, ამ წუთას მივიდნენ რუსთაველის განძზე და აქციის მონაწილეებს შევერთდნენ. ჩვენ ახლა უყურებთ პირდაპირ ეთერს, ახლა ჩვენი ჟურნალისტი ხატია სამხარაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება რუსთაველის გამზირზე გლდანის ციხიდან პირდაპირ პროტესტის ეპიცენტრში. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში სწორედ ამ კადრებს უყურებთ, ხატია გისმენთ. აი ეხლა ხედავთ რომ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუ არიან თავისუფლები. მინდია შერვაშიძეს ოვაციებით შეხვდნენ აქ მოქალაქეები. მინდია გითხარ, აი ბიჭების პირველი შეხვედრა შეგვიძლია ახლა ვნახოთ. პირველად შეხვდნენ ისინი თავისუფლებაზე ერთმანეთს, მათ შემდეგ რაც დაკავებული ყავდა ქართულ ოცნებას. ორივეს პოზიცია მინდა მოვისმინო, ახლა უსმენთ შეძახილებს. ორივესთან მაქვს კითხვები, პირდაპირ ეთერში ვართ და ორივეს კითხავთ ერთად. როგორი შეგრძნებაა დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსვლა პატიმრობის შემდეგ?
აი დიდხანს მიტოვებულ სახში და დიდხანს მიტოვებულ ოჯახში რო დაბრუნდები, აი ეგეთი შეგრძნებაა რა, აი ძალიან მაგარი შეგრძნებაა და ბიჭებს მალე უსურვებ, არა მარტო ბიჭებს, ჩვენს გოგოებს, ხალბატონებს, ყველას, ვინც უსამართლო ტყვეობაში არიან გამოყოფილი, მალე უსურვებ გამარჯვებას ერთად ჩვენთან ერთად, რა ვიცი, ხნეობა ეხა მე შიგნით ვიყავი და მათთვის ხნეობა არის ჩვენი მოქმედება, ამაზეა დამოკიდებული მათი ყოველი ახალი დღის რიტმი როგორი იქნება და მე ხა პლუს ერთი კაცი ყველანაირად ვეცდები რომ ეს გამარჯვება მალე დადგეს. ესეც ერთგვარი განაცხადია, ხო ციხიდან პირდაპირ რუსთაველზე გამოსვა, ანუ არ გეშინიათ ქართული ოცნების არც ერთი რეპრესიის. შიში არის ბუნებრივი მოვლენა და ეს შიშზე უნდა გაიმარჯვო, მაგით იწყება. შენ თავთან ბრძოლით იწყება პირველ რიგში და შენ თავს გადააბიჯებ და რაღაც ერთხელ ორჯერ უკვე მესამეჯერ აღარ შეგეშინდება და ვერ დაგთქმავს ვერანაირი რეპრესიული კანონი თუ ვერანაირი წნეხი და ეს ნენელა იცთობი ამ ბრძოლაში ქუჩაში სახში ჯდომაც გასაგებია რომ რაღაც ეტაპზე იქიდანაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მაგრამ ესე უფრო მალე დადგება გამარჯვება ჩემი აზრით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თორნიკე თოშხუას უსმენდით, პირდაპირ ეთერში ვართ მინდია. იგივე კითხვა მინდა დაგისვა, რას გრძნობა ახლა როცა ამდენი ხნის მერე რუსთაველზე გამოხვედი? ერთადერთი რაც მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ბიჭები მინდა მოვიკითხო, გამაგდე, დიდი სიყვარული ჩემგან მათ. გულშემატკივრობ ბოლომდე. მე ამ ხალხს მინდა მადლობა გადავხადო ყველას ბრძოლისათვის, ამ შემართებისათვის და ყველანი ძალიან მიყვარს. აწე იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე. ანალოგიური კითხვა მინდა დაგისვათ, ეს არის განაცხადი იმისა, რომ ვერ შეგაშინეთ ოცნებამ ამდენი ხნის პატიმრობის შემდეგ. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეაშინებს ქართველებს და ქართველ მებრძოლებს. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. მინდია დაგაჯარიმეს 500 ლარით იმის გამო, რომ თანამესაკნეები მოიკითხეთ. რა დაუძახეთ ბიჭებს და რა დაგიჯდეთ 500 ლარი? თქვენს გვერდით ვარ მეთქი, მიყვარხართ და თქვენს გვერდით ვარ მეთქი. აი ეგ დაუძახი, მეტი არაფერი არ დამეძახნია. მოვიდენ და 500 ლარით ამაჯარიმენ. დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის პირველი ემოციები დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსვლის შემდეგ. მე მინდა გაჩვენოთ, ხალხის ოვაციები, მათი შემართება ეხუტებიან, ეუბნებიან, რომ მათთან იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. დახვდნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ოვაციებით, შეძახილებით, ახლაც გრძელდება მათთან მისალმება და რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავარ გამზირზეც პროტესტი და აქცია გრძელდება. ხატია სამხარაძე საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში, სადაც დღეს გათავისუფლებული რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებული ბიჭები უკვე რუსთაველის გამზირიდან მივიდნენ. კი, ციხიდან გამოვიდა თუ არა, დააჯარიმეს 500 ლარით ეგრევე ბატონო შალვა. მაგრამ ეს ნახეთ ისევ რუსთაველის გამზირდანან და ეს ბრძოლა არ ჩერდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ აპატიმრებენ ციხეში სვავენ ახალგაზრდა ადამიანებს, გამოდიან ციხიდან და ისევ რუსთაველის გამზირდან მივიდნენ. აი, დგას ჩვენი ისტორია და მე იმედს მაძლევს აი ამ გმირობის ესტაფეტა, რომელიც ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ახალგაზრდობამ აიტაცა განსაკუთრებული მგზნებარებით და მთელ მსოფლიოს აუცებს თავისი თავგანწირვით. ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს გვერდით იქნება და ძალიან მალე ივანიშვილის სიმღერა დამთავრდება და ამას ვამბობდი, რომ გეოპოლიტიკურად ეხლა ხდება ჩვენი ბედის გადაწყვეტა, სად დავრჩებით, ვისთან დავრჩებით. რეგიონალური ტოტალიტარული ცენტრები იბრძვიან ჩვენს დასაუფლებად. პირველ რიგში მოსკოვი, მას მივაყოლოთ ირანი, ხედავთ რომ ირანის ელჩი გამოდის და ყველაფერზე კომენტარს აკეთებს, თუ კი რამე საქართველოში ხდება, ამის მასწავლებელი გახდა ჩვენი პეკინი და დასავლეთის ატლანტიკური ცივილიზაცია, რომელსაც სურს კონტროლი განახორციელოს ევრაზიის ცენტრზე და მოგვიაზრებს თავის განუყოფელ მოკავშირედ. ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ დავტოვოს პეკინ, მოსკოვ, თეირანის ჭრდილში და ეს არ გამოვა. არასოდეს საქართველო არ ყოფილა ჭრდილისთვის დაბადებული. მას ყოველთვის სინათლის მხედრობა, მზე და მომავალი ახლდა მის არსებობას, მას საკაცობრიო ფუნქცია აქვს ჩვენ ხალხს. აღმაშენებელს უარ გაენადგურებინა თურქთა ლაშქარი დიდგორში, კონსტანტინოპოლი 200 წლით ადრე დაეცემოდა. იმის შემდეგ კონსტანტინოპოლმა ბიზანტიამ კიდე 200 წელი იარსება და რამდენი ქართველის ტვინი, ინტელექტი, მხედრული ნიჭია ჩადებული კიდევ სხვა მსოფლიო მოვლენებში, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო შექმნა და ამიტომ ჩვენ დაბადებული ვართ დიდი მიზნებისათვის ვართ გაჩენილნი ჩვენი ცივილიზაცია და ივანიშვილები და მისი ფულის შემგროვებელი ბანდა ვერ შეძლებს ამ გზიდან გადაგვახენოს. მთავარია ჩვენი ღირებულებები არ დავკარგოთ და სწორად შევაფასოთ ადამიანები, მოვლენები და თეთრი, შავი, კეთილი, ბოროტი არაურიოთ. აი ახლა ერთი ოლიგარქი გარდაიცვალა, ღმერთმა განათლოს, რაზეა საუბარი, მაგრამ
კვაზინოების დაუდო საფუძველი. ამდენი ხალხი დაიხოცა, ბინები დაკარგა, ამდენი ახალგაზრდა მოკვდა, თავები მოიკლეს. კაზინოების მეფე იყო ის კაცი, ვინც გარდაიცვალა, ხო? იმის გარდა მცხეთაში აშენებდა აეროპორტს ზედ სვეტიცხოვლის გვერდით და თვითმფრინავი რომ დაჯდებოდა ის მილიონერის ჯერ თვითმფრინავი სვეტიცხოვლის წვერზე უნდა გამოევლო და რეალურად დანგრევემუქრებოდა ტაძარს ამისათვის მიტინგების ჩატარება დამჭირდა მე მცხეთაში და მთელი მცხეთა გარეთ იყო გამოსული. ხო და ვხედავ და ამასინაც საპროტესტო მარშმა მის სასტუმროსთან პატივისცა მის ხსოვნას. ხალხო, დაიხსომეთ ოლიგარქია, მკვდარია, ცოცხალია, ივანიშვილია, პავლიაშვილია თუ პეტრიაშვილია, მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი მტერია, თქვენი მომავლის წამრთმევია, თქვენი სიცოცხლის გამანადგურებელია, თქვენი სამშობლოს იავარ მქმნელია. ამიტომ ეს ღირებულებები ნუ აგვერევა, ნუ შეგვეშლება. ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელსაც მოუკლეს უგურგვინო მეფე. მამა, ერის მამა ილე ჭავჭავაძე და არც ერთი საპროტესტო აქცია არ გავაკეთეთ. გახსოვთ ვინმეს რომ იმ დროს ვიღაცამ გააკეთა პროტესტი ანგრევდა მაშინ რუსეთის იმპერიას რევოლუცია იყო და ხალხი იყო გარდგამორდნილი. ერთი საპროტესტო აქცია და მეცაც გეტყვით საფლავზე იმ სილიბისტრო თოდრია იყო მგონი ილიას უთხრა რომ ნუ გეგონება რომ ისე გმარხავთ როგორც ერის მამასო პირდაპირ მიცვალებულს უთხრა. ხო და ჩვენ როდესაც აგვერევა დაფასება ცოცხალის თუ მიცვალებულის თუ ღვაწლის დაფასება და ვერ გავარჩევთ ოლიგარქს თქვენზე შეწირული პიროვნებისგან თავგანწირვას ღალატისაგან პატივს მივაგებთ ვინც ამას არ იმსახურებს სულში ჩავაფურთხებთ ვინც ამას არ იმსახურებს ხო მაშინ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერასოდეს სწორს არ გამოგველევა ივანიშვილები კობახიძეები პაპოიშვილები და ეს ბოროტებები ხალხო ჩვენ შინაგანად უნდა განვიწმინდოთ და დაუბრუნდეთ წინაპართა ფესვებს ჩვენ იმ ცივილიზაციურ გენეტიკას რომელიც გვაქვს და ყველა ვარიანტში იქნება დიდი სინათლე და დიდი სიმაღლე. დიდი მადლობა. პარტიის მეცხრილობა ჩატარდა ლეიბორისტული პარტიის მე მინდა ყველას მადლობა უთხრა დელეგატები ჩამოვიდნენ მთელი საქართველოსდან არ ვიცი რამ შეაწუხა გასკდა ამათი ტროლ ბოტები და იმის შემდეგ 4 დღეა სულ ანცღვაგინება რა გაუკვირდათ ხლა თვითონ ყრილობას ვერ ჩაატარებენ თუ ფული არ დაარიგეს და ჩვენ უანგარო სულიერ ღირებულებებზე შექმნილი პოლიტიკური ძალა ვართ რომელიც არასოდეს არ დავიხევთ უკან არ დაგვიხეივა უკან სანამ ამ რეჟიმს არ დავამთავრებთ და არ დავამყარებთ ევროპულ დემოკრატიულ სოციალიზმს და ყველაზე კარგად ვაჟამ თქვა ის რაც უნდა თითოეული ჩვენგანის გულს არა მარტო ლეიბორისტულ პარტიას გავეშუროთ დაცემული წამოაყენოთ ბოროტებას ფეხით შევდგეთ და გავამტვეროთ ხალხი ერთხელ სწორ გზაზე გადავაყენოთ უშუალოდ ბინას შევიყვანოთ და დავაყენოთ აი ამ ბინიდან რომელსაც დაეუფლა დღეს ეს ბანდა ჩვენ მათ გავაძევებთ და ქართველ ხალხს დავაყენოთ მადლობა ბატონო შალომზადისა ჩალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი თქვენ წინ გევლდებათ სხვანანუკა